ძალიან საინტერესო ფესტივალზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც იორამ თარხნიშვილის ქართველი მეღვინის სახელს ატარებს და მის მხარეში ეს ფესტივალი პირველად წელს ჩატარდება. ბატონი იორამის სახელი თბილისის ნომერ 1 ღვინის ქარხანას უკავშირდება, სადაც 10 წლეულების განმავლობაში მთავარი მეღვინე და ნოვატორი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული კლასიკური ჯიშების დახვეწა. მან შექმნა უნიკალური კოლექცია, სადაც 10,000-ობით ნიმუში იყო დაცული. იორამ თარხნიშვილი გახლავთ ნამდვილად ადამიანი, რომელმაც მეღვინეობა ეროვნულ საგანძურად აქცია. ჩვენი გადაცემის სტუმარია ფესტივალის დამფუძნებელი ეკა აზარაშვილი, რომელიც დეტალურად მოგვიყვება ბატონი იორამის და მისი სახელობის ფესტივალის შესახებ. დილამშვიდობისა, ქალბატონო ეკა. პირველ რიგში გვაინტერესებს, საიდან გაჩნდა ამ ფესტივალის შექმნის იდეა და როგორია საომავლო გეგმები. თუ გეგმავთ, რომ ეს ფესტივალი იყოს უკვე ყოველწლიური და მიიღოს ტრადიციული სახე. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ თემით დაინტერესდით. იდეა გაჩნდა გარიყულაში. გარიყულა არის ესეთი ადგილი, ისტორიული მეფის ქალაქი ეწოდება ეხლა. ეს მდებარეობს ისტორიული ფავნისის ტერიტორიაზე, რომელიც მე-19 საუკუნეებიდან მოდის ზოგადად ფავნისის ისტორია და დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რამდენად ესეთი ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელია ეს ადგილი. ერთ მხარეს არის მე-13 საუკუნის ერთაწმინდის არაჩვეულებრივი ტაძარი, მეორე მხარეს არის ფავნისის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნის არის. იქვე არის მე-18-მე-19 საუკუნეების ეგრეთ წოდებული მარშლიანი სასახლე, რომელიც სხვათა შორის თარხნიშვილების სასახლე არის, თარხანმოურავების და აი ამ პატარა ადგილას აქვე არის მე-18 საუკუნის ისტორიულ მარანზე აგებული შატო მეფის ქალაქი, რომელიც ამ ფესტივალის მასპინძელი და გენერალური სპონსორია. იდეა გაჩნდა ზუსტად აი ამ ადგილას, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები არის გატარებული გარიყულაში და როდესაც იქ ვიმყოფებოდი, ძიების დროს აღმოვაჩინე ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იორამ თარხნიშვილი, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიბადა და შემდეგ მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა და იყო ცნობილი ქართველი მეღვინე ტექნოლოგი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ძალიან ბევრი ესეთი შთამოგონებელი ამბავი. მან თავიდანვე მიიღო მეღვინეობა მევენახეობის მიმართულებით განათლება. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავი არის, რომ ის პრაქტიკების დროს იყო კახეთის საუფლისწულო სარდაფში, სადაც იმ დროს მოწვეული იყო ბორდოელი ძალიან ცნობილი ფრანგი მეღვინე ანტუან მოსანო, რომელიც პირველი იყო, ვინც მუშაობდა ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშების და ტექნოლოგიების შერწყმაზე და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მისი თანაშემწე გახლავთ იორამ თარხნიშვილი, რომელსაც ის ძალიან დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ყველა იმ თანაშემწიდან, რომელიც ჩემთან მუშაობდა, განსაკუთრებული და საუკეთესო იყო იორამ თარხნიშვილი. აი ჩვენ საუბარს ახლა თან სდევს კადრები, რაღაც მე მახსოვს, რომ ფილმია გაკეთებული ბატონ იორამზე და ეს უნიკალური კადრები ახლა მისდევს ჩვენს საუბარს. ეს არის ეროვნულ არქივში აღმოჩენილი კადრები, პატარა ფილმი არის გადაღებული თვითონ თბილისზე და ერთ-ერთი ესეთი სიუჟეტი არის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით. ღვინის ნომერ 1 ქარხანა, რომელიც პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, იორამ თარხნიშვილმა იქ გაატარა 34 წელი. ფაქტობრივად, როგორც მეღვინე ტექნოლოგმა იყო მეღვინე, ასევე იყო უნიკალური ენოთეკის, ანუ აი სარდაფი ერქვა მაშინ ამ სარდაფის გამგე და ეს შედიხარ დღესაც დგას აი ეს რაღაცა საოცარი სურნელი აი იმ სარდაფში. ძალიან მისტიური გარემო არის სხვათა შორის და ეს ენოთეკა, პირველი ქართული ენოთეკა დაარსდა ზუსტად ღვინის ქარხნის ბაზაზე და იორამ თარხნიშვილის უდიდესი წვლილი არის მის შექმნაშიც და მის შენარჩუნებაშიც. თავიდან დაახლოებით 150,000 ბოთლამდე იყო იქ და შემდეგ 70,000-მდე ჩამოვიდა, მაგრამ ის რომ დღემდე არსებობს აი საგანძური, ჩვენ ბევრი საგანძური გვაქვს ხო და ეს არის აი ღვინო როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილი. და სად შეიძლება რომ იხილოს დაინტერესებულმა პირმა ეს საგანძური?
ეს პირველი ენოთეკა გახლავთ ღვინის ქარხანაში საძვალეში არის. დღემდე დაცულია რომ უთხრათ ჩვენს ტელემოდგა. დაცული არის კი ნამდვილად იქ შესვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. მაგრამ ეს არის დაცული და ზუსტად ეს საგანძური შემოგვინახა მათ შორის იორამ თარხნიშვილმა, რომელიც ძალიან მზრუნველობით იცავდა თითოეულ ბოთლს იმ კადრებზე, რომელზეც აი ზუსტად თქვენ საუბრობთ. დიახ, იმ კადრებშიც ჩანს რომ ჟურნალისტი ეუბნება რომ უნიკალური კოლექციიდან ღვინო გაასინჯოს და ის უარს ეუბნება და სადესერტო ღვინოს თავაზობს. მსგავსი რანგის ესე ვთქვათ თუ ყავს აი ესეთი ტექნოლოგი როგორც ბატონი იორამი იყო დღეს აი თანამედროვე ღვინის სფეროში ესე დღევანდელ დღეს ამბობთ იცით რა მე ხა თავს შევიკავებ დასახელებისგან რა თქმა უნდა არიან დღესდღეობით ისტორიულად ძალიან ხა დღეს და თანამედროვეობაში კი რა იორამ თარხნიშვილის დროსაც იყვნენ ძალიან ცნობილი მეღვინეები იყვნენ რაღაც ვალერიან კანდელაკი მაგალითად მოდებაძე იყვნენ მეღვინეები რა თქმა უნდა ყველას თავისი წვლილი ჰქონდა შეტანილი ქართული ღვინის განვითარების და გაუმჯობესების საქმეში და იორამ თარხნიშვილი იყო ერთ-ერთი ადამიანი რომელმაც მაგალითად ძალიან მისი ინიციატივით მოხდა ღვინის ქარხნის გადაიარაღება ახალი ტექნოლოგიების შემოტანა იმიტომ რომ მანამდე პრიმიტიული წესით ხდებოდა მაგალითად ღვინის კასრების რეცხვა ღვინის გადაღება და ასე შემდეგ და აი ეს ახალი ტექნოლოგიები ავტომატიზება და ეს ინოვაციური ტექნოლოგიები მათ შორის მის სახელთან არის დაკავშირებული. ფესტივალს რო დაუბრუნდეთ ეკა ძალიან საინტერესოა რითი იქნება ეს ფესტივალი გამორჩეული სხვა უკვე არსებული ფესტივალებისგან. უამრავი ფესტივალია როგორც ვიცით. ღვინის სამშობლოში ბუნებრივია რომ ძალიან ბევრი ღვინის ფესტივალი გვექნება. რითი იქნება გამორჩეული თქვენს მიერ დაარსებული ფესტივალი და მოსულ სტუმრებს რა საინტერესო აქტივობებს შეთავაზებთ? ძალიან კარგი კითხვა არის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი იმართება მართლაც ისტორიულ და ულამაზეს ადგილას და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე ზურა გაბინაშვილს, შატო მეფის ქალაქს, რომელიც არის მასპინძელი ამ ფესტივალის. თვითონ ფესტივალს შევძინეთ აკადემიური ფორმატი, აი განსხვავებული რითი არისო, რომ იკითხეთ. ალბათ უფრო მეტად ამით, იმიტომ რომ იმდენად აკადემიური ფორმატის ფესტივალი ჩამოყალიბდა, მაგალითად ჩვენ ვაპირებთ იორამ თარხნიშვილს და წიგნის გამოცემას ამ ფესტივალის ფარგლებში. ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორი ვინიფერა ევრომასტერი, რომელიც არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაცია, ესეთი ინსტიტუტ აგრო მონპელიე არის საფრანგეთში მონპელიეში, რომელიც ძალიან ცნობილი ფრანგული მეღვინეობა მევენახეობის სკოლა არის. ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვატარებთ მეღვინეების კონკურსს, ჩვენ ვატარებთ სტუდენტების კონკურსს, მეღვინეობა მევენახეობის ფაკულტეტის სტუდენტების კონკურსს და გამარჯვებული მეღვინე დაფინანსდება საფრანგეთში სპეციალური ვიზიტით გაემგზავრება ის ჩვენი პარტნიორის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერით, ასევე გამარჯვებული სტუდენტი ორი თვით ისწავლის საფრანგეთში აგრო მონპელიეს ინსტიტუტში. ეს ახალი შესაძლებლობები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდა ამ ფესტივალის ფარგლებში, ფიქრობ, რომ ძალიან განსაკუთრებულია, უნიკალურია და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ნიჭიერი მეღვინეებისთვის და მომავალი მეღვინეებისთვის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ საბოლოო ჯამში თავისი კარიერა განივითარონ ამ მიმართულებით. თქვენ საუბრისას ახსენეთ, რომ ბატონი იორამს აქვს ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ ქართული და დაუშვათ ფრანგული ღვინოები და რაღაც სხვადასხვა ჯიშები აი ადამიანს დაინტერესებულ პირს სადა აქვს საშუალება რომ აი ამ ღვინის ჯიშებს გაეცნოს თუ არის ამისი საშუალება დღეს რა თქმა უნდა ზოგადად ფესტივალზე ხო არ იქნება ან ფესტივალზე ხო არ იქნება ამის შესაძლებლობა ფესტივალზე ჩვენ ვაპირებთ ზოგადად ესეთი ლექცია სემინარების სტილში იქნება საუბრები ქართულ ღვინოზე მათ შორის საქართველოს როგორც ღვინის ქვეყანა ასევე ჩვენ ქართლში ვატარებთ ამ ფესტივალს და მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ უნიკალური ყურძნის ჯიშები გვაქვს ქართლში და სხვათა შორის იმ ტერიტორიაზე სადაც ფესტივალი ტარდება ეს არის თეძმის ხეობა და ოდითგანვე ცნობილი იყო ამ ხეობაში რომ ეს იყო ესეთი მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელი რეგიონი აქ იყო გაშენებული საბატონე სამონასტრო და საეკლესიო ვენახები აქედან გამომდინარე ქართლის
ჯიშების წარმოჩენაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ფოკუსი არის და ზოგადად ეს ფესტივალი პირველად ტარდება კასპის მუნიციპალიტეტში. კასპის მერი არის მხარდამჭერი, ღვინის ეროვნული სააგენტო არის სპონსორი ფესტივალის და ასევე აი წიგნს რომელსაც ჩვენ გამოვცემთ პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხდება ამ წიგნის გამოცემა და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ორგანიზაცია არის ჩართული და ინსტიტუცია ამაში. პირველი ღვინის ფესტივალი არის აი ამ რეგიონში და იმედი მაქვს რომ რეგიონის განვითარებასაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ამ ფესტივალის დაფუძნა. ძალიან საინტერესოა თავად იორამ თარხნიშვილის სახელობითი ღვინის გამოშვება თუ იგეგმება. იმიტომ რომ ნამდვილად ფიქრობ რომ აუცილებელიც არის რომ არსებობდეს ესეთი კოლექცია რომელსაც დაერქმევა იორამის სახელი. თქვენ არაჩვეულებრივი იდეები მოგდით. მე მგონი უნდა ჩაერთო. მე მგონი თქვენ უნდა ჩაგრთოთ ამ პროექტში აუცილებლად. სხვადასხვა იორამ თარხნიშვილის ტექნოლოგიით იყო დამზადებული კახური თეთრი ნომერი 2 და ნომერი 8 ღვინოები. რაღაცა მანავის მწვანეს მანავის მწვანის ხარისხის გაუმჯობესებაზე ის მუშაობდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა მანავის მწვანეს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მისი ხარისხის გაუმჯობესებაში და შემდეგ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა ამ ღვინომ. ასევე მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი სხვადასხვა კლასიკური ჯიშების დაყენებაშიც, ანუ ტექნოლოგიის შექმნაშიც და ასევე მოგროვებაშიც, ზოგადად აი ქართული ღვინოების შეკრებაში ამ ძალიან უფრთხილდებოდა ამ ღვინოებს და ამიტომაც აი საგანძური დღემდე არის შემონახული. ასევე მის კოლეგებთან ერთად სხვადასხვა ქართული ღვინის სახელები, როგორც არის საამო, სალხინო მაგალითად, ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ ეს ისტორიული სახელები დაერქმიათ ამ ღვინოებისთვის და გარკვეული კვლევაძიება ჰქონდათ ჩატარებული ამ კუთხით და სწორედ ის, რომ ამ ღვინოებს დღეს ეს სახელები ჰქვიათ, მათი დამსახურება არის იორამ თარხნიშვილის და მისი კოლეგების იმ დროს. ისიც აი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ დავუშვათ ამ ყოველს აი თავარი მიზანი და თავარი გზავნილი დავუშვათ რა იქნება ამ ფესტივალის ორგანიზატორებისგან მაინტერესებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სახელობითი ფესტივალი და იორამ თარხნიშვილის გარშემო ტრიალებს ამ პროექტში ყველაფერი. ჩვენ მთავარი ფოკუსი გავაკეთეთ მეღვინეზე. მთავარი არის, რომ ჩვენ ამ ფესტივალის ფარგლებში შევძლოთ მეღვინეების წინ წამოწევა, მათი როლის, მათი ღვაწლის შესაბამისად დაფასება და мотиваციის მიცემა სხვა ახალგაზრდა მეღვინეებისთვის და რეგიონის წამოწევა ამ რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად დაკავშირებული არის ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ქართული ღვინის პოზიციონირებასთან საერთაშორისო ბაზარზე. ანუ ეს ყველაფერი იმდენად ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რომ კარგი მეღვინე ნიშნავს ხარისხიან ღვინოს, ჩვენ შემთხვევაში ხარისხიან ქართულ ღვინოს და ნამდვილად ვფიქრობ, რომ მთავარი მიზანი არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ხარისხის სტანდარტის პოპულარიზაცია ღვინის ინდუსტრიაში. ნამდვილად და შეჯამების სახით, ქალბატონო ეკა, რომ გითხრათ, როდის გაიმართება ეს ფესტივალი და სად კიდევ ერთხელ რომ გაუმეოროთ ჩვენს მაყურებელს. გარიყულაში რომ გაიმართება ეს ვიცით. და თარიღი რომ 16-17 მაისს შაბათ-კვირა არის სხვათა შორის. ამინდები ხომ კარგია. იმედი მაქვს კარგი იქნება 16-17 მაისს შატო მეფის ქალაქი უმასპინძლებს იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალს. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ ბევრი სტუმარი გეყოლებათ და შესანიშნავი ამინდიც გექნებათ. მეც იმედი მაქვს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ იორამ თარხნიშვილის ღვინის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ეკა აზარაშვილი. ძალიან დიდი მადლობა